დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა 2026 წლის ბიუჯეტი, ვისაც გახსოვს 2017 წელს, როდესაც პირველად ჩვენ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ხარი დაგვიჭირა და აგვირჩია, მინდა გავიხსენოთ თუ რამდენი იყო ბიუჯეტი. დაახლოებით 761 მილიონი და თუ არ ვცდები 100 მილიონი იყო ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტა თანხა იყო თბილისისთვის იმ პრობლემების და გამოწვევების გადასალახად, რაც დედაქალაქში არსებობდა და ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ბიუჯეტი გაიზრდებოდა ეტაპობრივად, რაც მართლაც ასეა, ყოველწლიურად იზრდებოდა ბიუჯეტი, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქში ხელშესახების ცვლილებები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 193 მილიონ 388,700 ლარს, რომელიც დაახლოებით 210 მილიონი ცოტა მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურაზეც გეტყვით, რამოდენიმე სიტყვას თუ როგორ არის ეს ყველაფერი. ესე იგი, საკუთარი შემოსავლები მილიარდ 523 მილიონ 357,600 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი 630 მილიონი ლარი, სხვა კაპიტალური გრანტები სესხის ფარგლებში დასაფარი დეღიგეს ჩათვლით 25 მილიონ 480,000 ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 4 მილიონ 551,100 ლარი. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი, გზები, ხიდების რეაბილიტაცია, ქალაქში არსებული სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ასე შემდეგ ერთობ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ თანხას ჩვენ მივმართავთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ბევრჯერ გვითქვამს, ყოველთვის ვიმეორებ, გახლავთ ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი რაც ქალაქში კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის. ჩვენ გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ, მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიც არის მაგალითისთვის ტრამვაის პროექტი, სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება, მშენებლობა, სკვერების მოწყობა, რეაბილიტაცია, მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია, ეგრეთ წოდებული სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა, არსებული ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირებული იქნება და ძალიან მაგარი პარკი მოეწყობა, ვაკის პარკის შადრევნის კასკადის რეაბილიტაცია, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან საბასა და ინგოროხვას ქუჩების რეაბილიტაცია განახლება, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, ჩვენ მომავალი წლიდან საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ყველა პროექტთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას და განხორციელებას ვაპირებთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობას გითხრათ, რომ მადლობას იმსახურებენ ასევე ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია. მუნიციპალიტეტის თითოეული
თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღშენებლობის საქმეში და მე ძალიან მიხარია, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მყავს ძლიერი თანამშრომლები, პროფესიონალი, საქმეზე და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები და რა თქმა უნდა ის რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, განხორციელდა პროექტების სახით, რაც გვაქვს დაგეგმილი, რა თქმა უნდა თითეული ჩვენი თანამშრომლის ძალიან დიდი დამსახურებაა და იმ გაკეთებული საქმეების უკან უზარმაზარი შრომა დევს. მადლობა ყველას დაწყებული ვიცემერით დამთავრებული უბრალო მეზოვეს ჩათვლით. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ. დარწმუნებული ვარ ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება კიდევ უფრო მწვანე, იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, იქნება კიდევ უფრო თანამედროვე და რაც მთავარია საცხოვრებლად კომფორტული. თქვენ იცით რომ ჩვენ ყოველ 4 შაბათ დღეს საღამოს 4 საათიდან 6 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ხვდებით მოქალაქეებს, ვისმენთ საკითხებს, სხვადასხვა პრობლემურ кейსებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო კვირიდან, რადგან საახალწლო დღესასწაულები იწყება, დღეის შემდგომ 14 იანვარს განახლდება შეხვედრები. 14 იანვარს დავიწყებთ ისევ გავაგრძელებთ მოქალაქეებთან შეხვედრას. დღეს როგორც გითხარით, საღამოს 4 საათზე, 6 საათამდე გვექნება შეხვედრა მოქალაქეებთან და შემდეგი უკვე იქნება 14 იანვრიდან გაგრძელდება. თბილისის მერის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში 4 სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მწვანე არეალების არსებობა და გვინდა რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში იყოს ასეთი სივრცეები, რაც ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირველ რიგში იქ ადგილზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ისარგებლონ, გამოიყენონ აღნიშნული ტერიტორია, ივარჯიშონ, დაისვენონ, გაერთონ და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, კერძოდ გახლავთ ვაზის უბანში, ნომერ მე-8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი იქნა განახლებული, ნომერ მე-7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა. მანამდე ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს, სრულად განახლდა 91 სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი. სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლებისთვის გამოიყო შესაბამისი გასასეირნებელი ზონა, სივრცე. All ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი, მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო ასევე შადრევანის პროექტი იქნა განხორციელებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას, მოეწყო სარწყავის სისტემა, დაირგო ახალი ხემცენარეები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი სივრცეები ერთმანეთს უკავშირდება და საერთო ჯამში გამოდის ძალიან დიდი ტერიტორია, საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია ირგვლივ, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი გამოვიდა საერთო ჯამში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გამოცხადებული ჰქონდა განცხადებების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი პროგრამა არის. 46 ბიზნეს სუბიექტი გამოავლინა კომისიამ, შესაბამისმა კომისიამ, რომელმაც დაასრულა მუშაობა ამ მიმართულებით. დაახლოებით 9 მილიონი ლარი თავიდან იყო გამოყოფილი 300,000 ლარი და გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გავზარდეთ ბიუჯეტი და 523,000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნეს სუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. მინდა მიულოცო გამარჯვებულებს, უსურვებ წარმატებას და მსგავსი პროექტების დაფინანსებას ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით, უფრო მეტი შესაძლებლობებით, უფრო მეტ ბიზნეს სუბიექტს დავეხმარებით. თუმცა
ძალიან კარგი პროგრამა არის და ამ მიკრო და მცირე ბიზნესს ხელს უწყობს, რომ დავეხმაროთ, ხელი შეუწყოთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდონ, კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ეს იყო მეგობრებო, რის თქვენს მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას.